გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ სტუდიაში ვართ მელია ბარათაშვილი და აკაკი გოგოლაძე, როგორც ყოველთვის. და დღეს გვაქვს ძალიან ვრცელი თემა, უმაღლესი პლანეტების გადასვლა ნიშნებში და პრაქტიკულად ეპოქალური ცვლილებები, რომელსაც ხშირად ვლაპარაკობთ ეპოქა იცვლება, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან რეალურად დავეჯახებით ამ ცვლილებებს და პირველ რიგში მინდა ვილაპარაკო პლუტონზე, რომელიც მერწყულშია, ხო? და ხშირად მესმოდა საჯარო სივრცეში, მერწყული ხო არის თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და ადამიანები იძახიან, რომ ალბათ გვეშველება, მაგრამ ეს ზღაპარია, იმიტომ რომ პლუტონი მერწყულში ეს არ არის ზღაპარი კეთილხიპებზე, ეს არის რკინის სისტემის ძალაუფლება, რომელსაც სახი არ აქვს. ანუ აქ არის მართვა, სისტემის მართვა, რომელსაც არ აქვს სახე. მაგალითად, გეუბნებიან, ხო? თავისუფალი ხარ, ამოირჩიე რაც გინდა, მაგრამ სინამდვილეში გაქვს საშუალება და გაძლევენ უფლებას ამოირჩიო მხოლოდ ის, რაც უკვე დევს იმ მაღაზიაში დაუშვათ, ხო? და შენ გონია, რომ შენ თვითონ ამოირჩიე, რა სერიალს უყურო, რა სიახლე წაიკითხო, არა, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ანუ თქვენ ტელეფონში ისე არის ალგორითმი შემდგარი, რომ ზუსტად იმაზე გაქცევინებენ ყურადღებას, რაც ჭირდება, სისტემას რაც ჭირდება და ანუ შენი თავისუფლება დღეს ეს ფაქტობრივად ეს არის არჩევანი ორ კნოპკას შორის რა, მარჯვენას დააჭირო თუ მარცხენას. ამიტომ პლუტონი მერწყულში უფრო იმაზეა, რომ შენ ხდები გამჭირვალე სისტემის წინაშე, ანუ სისტემამ იცის, რას იყიდი, რამდენს იყიდის, ვის მიცემ ხმას, მაგალითად, ხო? და მანამდე იცის, სანამ შენ ამას ცნობიერში გადმოიყვან და იფიქრებ. რა სიტყვი ასეთ. ესე იგი, პლუტონი მერწყულშია 2023 წლიდან ფაქტობრივად იქ რეტროგრადულად რაღაც პერიოდი დაბრუნდა თხისრქაში და ეხლა საბოლოოდ გადასულია უკვე მერწყულში და ეს ბოლო 2 წელი უკვე ვხედავთ როგორი მასშტაბური ცვლილებები მიდის და ზოგადად მესმის ხოლმე რომ აი პლუტონი რომ მერწყულში გადავიდა, რატომ არ არის თავისუფლება, რატომ არ იმარჯვებს დემოკრატია და ვხედავთ რომ პლუტონი მერწყულშია და ამერიკაში პრეზიდენტი ხდება რესპუბლიკელი. ხო, ანუ ეს რაზე მეტყველებს ზოგადად? მეტყველებს იმაზე რომ იმისათვის რომ და გავიგოთ რა არის რეალურად დემოკრატია და დავაფასოთ დემოკრატია, რეალური დემოკრატია რაც არის, ხო? ჯერ უნდა გავიგოთ ამ დემოკრატიის ბნელი მხარეც და ამ რესპუბლიკელების მხარეც, ანუ რატო აირჩიეს ეს ტრამპის სიტყვაზე პრეზიდენტად, ხო? იმიტომ რომ დემოკრატია დააფასოს სამომავლოდ ხალხმა და არა მხოლოდ ამერიკაში, ზოგადად მსოფლიოში ხშირად მიმდინარეობს ესეთი მოვლენები, რომ ძირითადად აი რესპუბლიკელები ტრადიციული მართვის სისტემები იმარჯვებენ. იმიტომ რომ სატურნი მერწყული ჯერ იმართება სატურნი, ტრადიციული მმართველი მისია სატურნი. ჯერ უნდა დავეჯახოთ სტრუქტურას, წესებს, გავარკვიოთ რა არის მყარი, რა არის არამყარი, რეალობას შევეჯახოთ და შემდგომ მერე უკვე გადავიდეთ ურანზე, მით უმეტეს თავიდან როცა შედის პლანეტა ნიშანში, ესე პირდაპირ ამ ნიშნის პოზიტიურ გამოვლინებას არ მოგცემს, მით უმეტეს პლუტონი და მით უმეტეს პლუტონი კიდე ეგრევე პოზიტიურ გამოვლინებას რა თქმა უნდა არ მოგცემს, ხო? გავიხსენოთ ისტორიულად, როდესაც შევიდა პლუტონი ბოლოს მერწყულში, ანუ იქაც ამერიკის ამბები იყო, როდესაც შეერთებული შტატების გაერთიანება მოხდა და ეს მოხდა, კარგი მოვლენა მოხდა, მაგრამ მანამდე რა მოყვა ამ ყველაფერს, ხო? მასშტაბური აქციები, ბრძოლა, დაძაბულობა და ასე შემდეგ. მოგე პლუტონი მერწყულში ეს არის ზოგადად საზოგადოების მართვაზე რა, ეს არ ითვალისწინებს შენს, ჩემს, იმის ინტერესებს, არა ინტერესებს ეს ინტერესები და ყველაზე აქ საშიში არის ის, რომ ეს სისტემა მოხერხებული ხდება რა, მოხერხებული. ანუ შენ არ გჭირდება იმის ფიქრი, ხო? მარჯვნივ წახვიდე მაგზე, ნავიგატორი გაჩვენებს, ხო? ანუ მუსიკა შემოგთავაზებენ, ინტელექტი დაწერს შენს მაგივრად ტექსტს და ნელ-ნელა ადამიანს ეკარგება გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ხდება ნელ-ნელა. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ვკარგავთ ჩვენი ცხოვრების ავტორობას.
ტექნოლოგიები გვმართავენ. ტექნოლოგიები გვმართავენ. ანუ ჩვენ გადავიქცევით ფუნქციად, ასე გამოდის. ხო, გაიღვიძე, დააჭირე იქ რაღაცას, ანუ გიპასუხებს შაბლონით, გიპასუხებს, ისევ დაწექი დაიძინე. და რა ქვია, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, ხო, ან ეჭვობს, ან ხო, სხვანაირად ფიქრობს, ის ვარდება ამ სისტემიდან. ის ვარდება იმ სისტემიდან და შესაბამისად, ხო, ძალიან მე ვეღარ ცხოვრობს კარგად, ხო? საზოგადოების, აი საზოგადოებაში რა არის ნეგატიური, რა არის უკვე მოძველებული, ეს უნდა დაინახოს და შეცვალოს პლუტონმა, რომ შემდგომ წლების მერე რაღაც პოზიტიურ შედეგზე გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ესე პირდაპირ პლუტონი ნიშნიდან ნიშანში გადავიდა და უცებ ესე მოულოდნელად პოზიტიური ცვლილებები მოგვცეს, ესე რა თქმა უნდა არ ხდება. არა, რა თქმა უნდა, არც ერთი პლანეტა არ გვაძლევს პლუტონი თხისკაში რო გავიდავიდა ჩვეულებრივად, ანუ ეკონომიური სისტემის გრევა წამოიღო, პირველი რაც წამოიღო, ხო, იმისთვის რომ ჩვენ ვისწავლოთ ამ ჩვენთვის უცნობ ენერგიებთან მუშაობა, მithumet ომი დაიწყო, მე მგონი 2008-ში შევიდა. ხო, ნუ, მაგრამ საქართველოს დაანებეთავი, მათ პლუტონი როგორც კი მიუახლოვდა თხისკას, სოფლიო კრიზისი დაიწყო და ცხადია, რომ ცალკეულ ქვეყანებში ეს ომიც იყო და ანუ სხვა თემებიც იყო და ეხლა გარდა იმისა, რომ პლუტონი ყავს მერწყულში, ანუ ურანი გადადის, ანუ პლუტონი ყველაზე ნელი პლანეტაა და ამიტომ ეხლა ურანის გადასვლა ტყუპებში, არ ვიცი ხა თუ ვინმე არის 84 წლის ჩვენ ამასაკის, ანუ შეიძლება მოსწრებოდა ბავშვობაში როდისღაც, მაგრამ ზოგადად ეს ორი პლანეტა, რომელსაც ერთხელ ჩვენ ხო ანუ მეორეჯერ ამ ენერგიას ვეღარ შევეხებით, პირველად შეხებით და წარმოიდგინეთ პლუტონი გადავიდა მერწყულში და ურანი გადადის ტყუპებში და ავრცელებს ინფორმაციას და ეს უწყობს ხელს ამ პლუტონს. პლუტონი არის თითოეულ სისტემა, ხო და მისი ახალი ძალაუფლება და ურანი არის ინსტრუმენტი, რომლითაც ვრცელდება ეს სისტემა და ყველა სახში შედის რა, აი ამ ქსელებით და შესაბამისად ურანით უფრო მარტივად იმართება ეს ყველაფერი, იმიტომ ტყუპები პასუხს აგებს ურთიერთობაზე, ანუ იმაზე, რას ვლაპარაკობ, როგორ ვსწავლობთ, როგორ ვიღებთ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია ურანი ტყუპებში ხდება მომენტალური, მაგრამ ძალიან წვრილმანი. ხო დამეთანხმები და შესაბამისად დღეს უკვე გვაქვს ნახე წინაპირობა ადამიანები აღარ კითხულობენ წიგნებს ანუ უყურებენ მოკლე როლიკებს ანუ რა ქვია აზროვნება ხდება კლიპური და შესაბამისად რო დავაკავშიროთ პლუტონს ანუ სისტემა პლუტონი ხო სისტემას უფრო უადვილდება მართვა იმ ადამიანის რომელსაც არ შეუძლია აზრის გაჩერება 15 წამზე მეტი და ურანი ტყუპებში ანუ გბომბავს აი ამ ახალი ამბებით, ჭორებით, სურათებით და ადამიანს აღარ რჩება დრო და ძალა რომ გაჩერდეს და დასვას კითხვებს. ზოგადად ანუ ელემენტარული კითხვა რა ქვია დასვას რომ ეს სიმართლეა თუ არ არის სიმართლე. ანუ ხმაურში აცხოვრებს ეს ურანი ტყუპებში, ხმაურში აცხოვრებს ამ ადამიანებს და კიდე ერთი რამე მინდა და მე უეჭველი ხა შენ ცილაპარაკებ ამაზე ხელოვნურ ინტელექტზე მინდა ვილაპარაკო. ანუ ნახეთ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა როდესაც პლუტონი მიდიოდა თხისკაში. ანუ თხისკა რა არის? ძალაუფლებაა, ხო? ანუ ეს არის მართვა, სტრუქტურა, ხო? და შესაბამისად, როდესაც მუშავდებოდა ეს ხელოვნური ინტელექტი, ხო, ჭირდებოდა კოლოსალური სახსრები, კაპიტალები, ხო, რომელიც იყო შეკრებილი, ხო, აი დიდი კორპორაციებით, ხო, დიდი ანუ ძლიერი სტრუქტურებით და ეს იყო ეს არის, ნახეთ, ის რა პერიოდშიც არის შექმნილი, ხო, რაღაცა ობიექტი, იმ ენერგიის მატარებელია. შესაბამისად, ეს პლუტონი თხისკაში რო არის, გამოდის, რომ ხელოვნური ინტელექტი იქმნებოდა პერიოდში, ხო, იმ პერიოდში, როცა იქმნებოდა როგორც იდეალური ინსტრუმენტი ძალაუფლების ავტომატიზაციის, ასე ვიტყოდი და ეს არის, ხო, იქ აქვს
მომენტალურად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მიხვდეს ვის ელაპარაკება მომენტალურად ხო ანუ და ძალიან ბევრი ფუნქციები რომლის წინაშე ჩვენ ხვდებით გამჭირვალეები ხვდებით ხო და შესაბამისად ხო ეს არის შექმნილი იმისთვის რომ საზოგადოება უკეთესად იმართებოდეს და ეხლა როდესაც ეს პლუტონი გადადის მერწყულში და ურანი გადადის ტყუპებში ამის უკვე გავრცელება მასიური გავრცელება ხდება ამისი. ზოგადად AI-ის გავლენა და ძალიან გაიზრდება, რა თქმა უნდა, უფრო დაიხვეწება, უფრო აპდეითი ძალიან აქტიურად იქნება ამ ყველაფრის და გაჩნდება ძალიან ბევრი ახალი პროფესიები. ამ ურანი ტყუპებში მოიტანს ძალიან ბევრ ახალ პროფესიებს, რომელიც დაკავშირებული შესაძლებელია იყოს უფრო ამ IT თემებთან, ინფორმაციულ სფეროებთან, AI-ისთან მუშაობასთან. Შეიცვლება მედია აუცილებლად, იმიტომ რომ ტყუპები მართავს მედიას, შესაძლებელია აი ტელევიზიებმა დაკარგონ ძალაუფლება და უფრო მეტად აი პერსონალიზირებულმა არხებმა, ინფლუენსერებმა მოიპოვონ ძალაუფლება. აქ უკვე საზოგადოება მიაქცევს ყურადღებას, ვისი აზრი უფრო კრეატიულია, ვისი აზრი უფრო განსხვავებულია, ვინ აზროვნებს უფრო ინოვაციურად. თუ შეძლებს მაგის ეს სვლილებები გარჩევას, იმიტომ რომ შეიძლება ვერ შეძლოს, იმიტომ რომ საზოგადოებასაც, ხალხსაც, ადამიანებსაც, ანუ საზოგადოების სხვადასხვა ფენები არსებობს კიდევ. და ეს სვლილებები, ნახეთ, მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. რატომ მიმდინარეობს ძალიან სწრაფად? პლუტონი მერწყულს გადის და ტრენი აქვს თავისივე მმართველ ურანთან. ანუ მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს პლანეტებს ნელა შემოაქვთ ენერგია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამ რამდენიმე წელშივე ძალიან მკვეთრად ვიგრძნოთ ამ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის გავლენის გაზრდა და ესეთი მასშტაბური ცვლილებები ინფორმაციაში და ჩვენს ყოველდღიურობაში, ტყუპები ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც არის, ყოველდღიური ინფორმაციებიც არის. ასევე იქნება აუცილებლად განათლების სისტემაში ცვლილებები ურანი ტყუპებში. შეიძლება სასკოლო პროგრამები მთლიანად შეიცვალოს, შესაძლებელია რაღაცა ელექტრონული წიგნების თემა წამოვიდეს წინასწარ. კი, ანუ ეს ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს ცვლის, ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ყველაფერს ცვლის და ძველ ცხოვრებას უნდა დავემშვიდობოთ რა შემიძლია ვთქვა, მაგრამ აქ ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ, რომ ადამიანები დავრჩეთ მაინც. ხო, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ანუ მანქანად არ გადაიქცე და ფუნქციად არ გადაიქცე, ხო? ნუ ეს ძალიან რთული საკითხია, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩემი აზრით პირველ რიგში უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან ამ სწრაფ ცვლილებებთან მოვახდინოთ ადაპტაცია. საზოგადოების დიდ ნაწილს რას გულისხმობ ადაპტაციის ქვეშ? სისტემა გვთავაზობს, რომ იყავი ზედაპირული ანუ იყავი ინფორმაციულ ველში და შენ რო ადაპტირება პირდაპირ ანუ გადარჩე ფიზიკურად რო გადარჩე უნდა აუწყო მხარი ამას ხო მაგრამ ნახე მეორე მხრივ ამასობაში შენ რო ამას აუწყობ მხარს ამასობაში შენ ადამიანობას კარგავ შენ აღარ ასვავ საკითხს ეს მართალია თუ ტყუილია ეს ჭეშმარიტია თუ არ არის ჭეშმარიტი ნახე ანუ შენ ვერ ასწრებ ამ კითხვის დასმას ხო ნუ ამაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამიტომ რას ნიშნავს ეს ადაპტაცია, ნახე, რა ქვია, და სად არის ეს თავისუფლება, სად არის საზღვარი ამ თავისუფლების? ხო? მე ვფიქრობ, რომ ანუ ადამიანმა, ცალკეულმა ინდივიდმა უნდა დაიტოვოს უფლება, რომ რაღაც მომენტში გამორთოს ის ტელეფონი, გამორთოს ეს კომპიუტერი და დაფიქრდეს იმაზე, ვინ არის და ის, ანუ ნუ არ გადავარდეს ამ ინფორმაციულ ნაკადში, თორემ როგორც კი გადავარდებით ამ ინფორმაციულ ნაკადში, ხო, ეგრევე ჩვენ ადამიანობას აუცილებლად დავკარგავ, იმიტომ რომ ის რაოდენობა ინფორმაციის მოდის და იქიდან 90% არის ფეიკი, ტყუილი, ხო, ამიტომ ხო, გინდა, არ გინდა ამ ცოცხალი სიტყვა იკარგება, ცოცხალი აზრი იკარგება. მოკლედ რომ ვთქვათ, ტექნოლოგიური აფეთქება იქნება ამ პერიოდში. ტექნოლოგიური აფეთქება, ხო, ტექნოლოგიური აფეთქება იქნება. იმაზე მეტად, აი მე მახსოვს, როდესაც ურანი გადავიდა მერწყულში, როგორ შემოვიდა ეს ტექნოლოგიური თემები, ანუ ეს სენსორიანი ტელეფონი გაჩნდა და ეს ტექნიკა ძალიან მაშინაც ესეთი შიში იყო საზოგადოებაში, რომ ანუ ძალიან ბევრს ეშინოდა. ტექნიკის გამოსხივების ტელევიზორის ეხლა ცოტა სხვანაირად არის ხო ეხლა სხვანაირად არის იმიტომ რეალურად რას ვხედავთ საზოგადოებაში ჩვენ უკვე დღეს
ანუ ჯერ სრულად გადასული არ არის და უკვე დღეს რას ხედავთ, რომ ცოცხალი ურთიერთობაც აღარ არის ცოცხალი ურთიერთობა. ანუ საქართველოში მაგალითად, ხო, ეხლა აქ ვცხოვრობთ, რომ აღარ იყოს ცოცხალი ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენ აი ვეუბნებოდი იმ დღეს ფსიქოლოგს, რომ რა თმინდოდა ფსიქოლოგი, ხო? მინდოდა, რა ქვია, მილიონი მეგობარი მყავდა და ამას მოუყვებოდი, იმას მოუყვებოდი და всё, ფსიქოლოგიური პრობლემები იყო გადაწყვეტილი. დღეს აღარ არის ეს ცოცხალი ურთიერთობა. ნახე, ანუ პლუტონი მერწყულში და ურანი ტყუპებში, ანუ გვეუბნება რას? ვირტუალურ ურთიერთობებს ძირითადად. და ცოცხალი ურთიერთობა არ არის და გადავედით იმ და სრულად გადავდივართ. კი, ერთი ფეხი უკვე იქ გქონდა, მაგრამ ეხლა სრულად გადავდივართ იმ სამყაროში, სადაც არ იცი, ვის ესაუბრები, ანუ იმ ქსელში ცოცხალ ადამიანს ესაუბრები თუ მანქანას ესაუბრები, ხო? და იმიტომ რომ ყველაფრის გახელოვნურება შეიძლება. ნეგატიურ ვარიანტში ნახეთ, ტყუპები მართოს პერიფერიულ ნერვულ სისტემას და ნერვულ დაავადებებს. ურანი ტყუპებში მოიტანს სხვადასხვა ნერვულ დაავადებებს. უკვე ეს ADHD-ს რასაც ეძახიან და სხვადასხვა ეს ნერვოზული დაავადებები რაც არის, ეს უფრო მკვეთრი იქნება ამ ხელოვნური ინტელექტიდან და პროგრამებიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ ბავშვებიც ახლა თავიდანვე ხშირ შემთხვევაში ანუ 6 თვიდან უკვე გაჯეტებზე არიან დამოკიდებულები. კი, არა, ეს ხო, ბავშვები ძალიან ამ თემებზე ძალიან დამოკიდებულია. ერთი მხრივ უნდა აუბავხარი და თუ ვერ ფლობ ამ ტექნოლოგიებს არავინ არ ახარ, შუალედი უნდა დავიჭიროთ, ხო, შუალედი. აი მე მაგალითად ძალიან დიდი ხანია არ მაქვს ტელევიზორი. ანუ ტელევიზორი მაქვს, მაგრამ არასდროს არ ვთავ იმ ტელევიზორს, იმიტომ რომ თავი დავიცვა ამ ზედმეტი ნეგატიური ინფორმაციებით. ნახეთ და რა გამოდის, რომ პლუტონი მერწყულში და ურანი ტყუპებში ერთად, ხო, გამოდის, რომ ეს არის იდეალური პირობა ადამიანების მასის მართვისთვის, ხო? ანუ პლუტონი ქმნის სწორ ბჭყალებში აზრს, ის ვინც ჭირდება სისტემას, ხო, მილიონ აზრს, ანუ ის ტყვილი აკაუნტებით, ხო, ტყვილი ინფორმაციით და ჩვეულებრივი ადამიანი, ხო, რომ იყურება იმ ტელეფონში, იმასაც ჯერა, რომ ყველა ასე ფიქრობს, ნახე, და არა აქვს იმის დრო და საშუალება, რომ დაფიქრდეს ეს სიმართლეა თუ არ არის სიმართლე. AI ვიდეოები ახლა რაც გამოდის ხელოვნური ინტელექტით, ახლა თანამედროვე თაობა ცნობს, რომ ეს AI-ია გაკეთებული. ხო. მაგრამ აი ბევრი ვიცი ხოლმე, რომ აი დიდი თაობის ადამიანებს ჯერა და კომენტარებში წერან ხოლმე, რომ ეს რეალობა გგონიათ. ამ გამოვლინებაზე საუბრობთ თქვენ. კი. ხო, რა უჭირთ ანუ უკვე ეს ვიდეო რაღაც როა ხელოვნური ინტელექტის გაკეთებულია თუ ნამდვილია. ნუ ხო, ეხლა გასაგებია ფილმებში ასევე ჩემი აზრით, აი მოიტანს ეს ფილმებს, რასაც ვეძახით, ხო? ანუ ფილმების, ახალ სერიალებს, ახალ ფილმებს, კუროშიც რო გადიოდა ეხლა. თავის მხიარულებას მოიტანს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ეხლა მხიარულების თუ კი, რა თქმა უნდა, ეხლა ინფორმაციულად ძალიან კარგ რაღაცებსაც მოიტანს, მაგრამ ნახეთ, ჩვენ თუ დაგვეკარგა უნარი, რომ იმ ინფორმაციულ ნაკადში რაღაცა ხარისხიანი ამოვიღოთ, ხო? დავიკარგებით ჩვენ თვითონ ამ ინფორმაციულ ნაკადში. თან ნახე, აქ კიდე რა მომენტია და მე რა მაღელვებს კიდე ამასთან ერთად ნეპტუნიც გადადის ვერტში. ხო, ნეპტუნი ვერტში, რა ქვია, თუ ანუ რა ქვია, ვერძი არის მოქმედების ნიშანი, ხო, იმპულსის ნიშანი და ნეპტუნი კიდე არის ის პლანეტა, რომელიც რეცხავს რეალობის საზღვარს. და რას ნიშნავს ეს ადამიანებისთვის? ნახე, ადამიანები ინფორმაციულ დატვირთულები, ფსიქიურად დატვირთულები, ანუ იწყებენ, შეიძლება დაიწყონ, ანუ რაღაცა არანორმალური ქმედება, თან ჭეშმარიტად ჯერა რომ ჭეშმარიტებას აკეთებენ ჯერად რომ ხო არიციან რისთვის მოხმედებ ან გუწველად ჯერად რომ ეს არის უმაღლესი ნიშანი ან ღვთაებრივი ხმა მასში და ეს ამ დროს ეს არის სრული ფანტაზია და თუ
აი სანამ ეხლა რო იყო თევზებში ნეპტუნი, ხო ეხა თევზებში ამ წუთში, ხო, ისევ. არა, უკვე ვერტშია ხო მაპატე. ხო, ანუ ეხა ცოტა ხნის წინ რო იყო, ისე ჩავიციკლე ამ თევზებზე, რო რა ქვია. ხო, ანუ ცოტა ხნის წინ ეხა ხო, რამდენი ხანი იყო ნეპტუნი თევზებში, ანუ რა თემა იყო, რა ქვია, ჩუმად ვიტანჯებოდით, ჩუმი დეპრესიები ვქონდა, ნეპტუნმა ვერტში შეიძლება აიძულოს ზოგი ადამიანი, ზოგ ქვეყანაში, ეხა არ დავაკონკრეტებ, რომ აიღოს იარაღი და დაიწყოს თუნდაც რელიგიური ომები, ხო? ანუ მე მახსოვს, რომ ეს ნეპტუნი ბოლოს ვერტში რო იყო, ზუსტად ეგენი ხდებოდა რელიგიური ომები და მსგავსი თემები. ეხლა 2038 წლამდე გვექნება. ხო და თან ეს მართვა ხდება იმითი, რა ქვია, ზუსტად ამ გაჯეტებით, ამ ინფორმაციული ველით ხდება ეს რა ქვია და რეალურად, ანუ ადამიანი აქ ვნებები იწყება ამის გარშემო, რაც თქმა უნდა და შეიძლება დაუშვათ ადამიანმა ისეთი ვიდეო დაინახოს, ისეთი ვიდეო ანახონ, რომ მართლა გააგიჟონ ადამიანი რა. ნუ ესეც ხო. ნუ თავიდან ნეგატივი რა თქმა უნდა მოაქვს პლანეტას. ეხლა ხელოვნური ინტელექტის გამო, ანუ სანამ დაიხვეწება თემა, ყოველთვის აქვს რაღაცა ჩავარდნა მაგალითად. გადა გასაგებია. აი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეხლა ბევრმა ადამიანმა მე მინახავს რომ ოჯახები დაანგრია, იმიტომ რომ იმ უმკითხავა რომ თქმარი ღალატობსო, ბიჭმა თავი მოიკლა, ანუ ეგ ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა თვითმკვლელობაზე და იქ ეხლა ის ხარვეზები ძალიან მავნია სხვათა შორის, ანუ ჩვენ ეხლა როცა ხელოვნურ ინტელექტს ვახსენებთ, ვიძახით ურანი და ვიძახით პლუტონი და სინამდვილეში, ანუ ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად მუშაობს ნეპტუნთან. კი, თან ნახეთ სამივე უმაღლესი პლანეტა რაღაცნაირად კავშირშია ერთმანეთთან. ანუ ნეპტუნია პლუტონის ქვეშ, პლუტონია ამ დროს მერწყულში, ურანიც არის. ურანი ტყუპებშია და რა ქვია. პლუტონის მართველია. პლუტონ ხო, ის ტყუპები, პლუტონის მართველი არის ტყუპებში. და ნეპტუნის მართველი არის მერწყულში, ანუ კავშირში არიან ერთმანეთთან და ეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად მუშაობს ნეპტუნის თემებთან, სხვათა შორის მე ამ თვითონ ხელოვნური ინტელექტთან გავარჩიე ეს თემა და ანუ ის მომენტალურად ხდება ვისელაპარაკება და თუ ადამიანს ოდნავ ფსიქიური პრობლემები აქვს, იჭერს იმას, ოღონდ კი არ გამოყავს რა ქვია, მდგომარეობიდან როგორც დაუშვათ ფსიქოლოგს შეუძლია რომ გამოიყენოს პირიქით ამ მდგომარეობას კიდე უფრო მეტად ამძაფრებს, იმიტომ რომ ის გპასუხობს იმას, რის მოსმენაც შენ გინდა. ხო, ამიტომ ეს კიდე უფრო აგრესიულ სახეს მიიღებს, როცა ნეპტუნი გადავა ვერტში და იმიტომ რომ ანუ ნეპტუნი ვერტში ვერ გძნობს თავს კარგად, დიდად და ამიტომ ხო, ანუ იქნება როგორი რაღაცა, იცი, აი სრული ფანტაზია და ამ ფანტაზიების გამო აგრესიული გამოვლინება. ხო, ნუ მოკლედ აი შეიძლება ეგრე იყოს, თუმცა მე თუ ვკითხავ თევზებს კი ჯობია. ნუ ჩვენთვის ჯობია, ნახე, ჩვენთვის ჯობია, იმიტომ რომ ეხა ჩვენ ნუ რაღაცებს ვაცნობიერებ და ვადევნებ თვალყურს. ჩვენთვის ჯობია, მაგრამ არის ის კატეგორია ადამიანების, რომელთვისაც ხო ეს ძალიან საშიშიც იქნება. ნუ ყველაზე მეტად სოფლიოში მე რისი მეშინია რელიგიური ომების მეშინია, რამაც შეიძლება აბსოლუტურად იყოს მით უმეტეს იმ რეგიონებში, სადაც ისედაც რელიგიური ომები გააქტიურებულია, შეიძლება აქ კიდე და უფრო არა, დაწყებული არის კი. ირანში რა ხდება რელიგიური ომი. კი, ირანში, ისრაელში, ხო, ესა რა ქვია, მაგრამ აქ უფრო გამძაფრება იქნება, თორე იქ ეხლა ისრაელი რაც არსებობს, მაგალითად იმის მერე სულ რელიგიური ომებია. ნუ რელიგიური ქვია, სინამდვილეში არაფერი რელიგიური არ არის. ხო, ტერიტორიულია სინამდვილეში. ხო და რა ქვია, მაგრამ ეხლა ლაპარაკი არის ამის გამძაფრებაზეა ლაპარაკი რა. და ამიტომ ხო ასე მე ამ ჰაერისტიკის იმედი ცოტა მაქვს ეს პლუტონი მერწყულში როა და ურანი ტყუპებში იქნება ეს პირდაპირ ომები არ მოიტანოს. ხო, რა ვიცი, მე კიდე არ ამგონია მე არ ამგონია, მე მგონია რომ ეს კიდე უფრო ამ პრობლემებს კიდე უფრო გააღმავებს, იმიტომ რომ ანუ ინფორმაციულად
მოწამლავს ადამიანებს. აი ამის მეშინია რომ იქნება ინფორმაციული მოწამლა. თავიდან ეს იქნება და ცოტა ისეთი ადამიანებისთვის ვინც ვერ უწყობს თან ფეხს მით უმეტეს. მე ჩვენ ეხა დღეს ვერა უკვე და შემდეგ რომელიღაც გადაცემაში ანუ გავარჩიოთ კონკრეტულად საქართველოს თემა გავარჩიოთ რომელიღაც გადაცემაში ხო და აი ზოგადი თემა გვაქვს ასეთი და საბოლოო ჯამში ჩემი პირადი რჩევა როგორც ასტროლოგის დაიტოვეთ რაღაცა დრო ფიქრისთვის და დაიტოვეთ მომენტი როცა არ იქნებით სულ ტელეფონში ჩართული ხო ადამიანობისთვის ურთიერთობისთვის მეგობრისთვის ოჯახის წევრისთვის ანუ დაიტოვეთ ეს დრო ფიზიკურობისთვის ნახეთ იმიტომ რომ რაც უფრო მეტად შევდივართ ვირტუალურ სივრცეში იმით უფრო ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ფიზიკურობას და რაც უფრო ნაკლებად ვაქცევთ ფიზიკურობას მით უფრო ფსიქიკა ჩვენი ხდება უფრო დარტყმის ქვეშ ხდება ამიტომ აი ჩემი პირადი რჩევა როგორმე კი უნდა იყოთ ეხა ინფორმაციულ ველში ვართ ისედაც და ამის უარყოფა შეუძლებელია და არ შეიძლება რომ ხარი არაუბოთ მაგრამ დაიტოვეთ თქვენთვის მომენტი დრო როცა თქვენ სხეულს თქვენ ფსიქიკას თქვენ ურთიერთობებს დააყენებთ წინა პლანზე შენ ასე თქვი ნუ პირველ რიგში ეს ნეპტუნის რო თევზებიდან გამოდის ანუ ნეპტუნი თევზების ტრანზიტი როგორც მახსენდება ანუ ხალხი ვერ არჩევდა ხშირ შემთხვევაში რა იყო რეალობა და რა იყო მათი წარმოსახვა და ეხლა რადგანაც ურანი ესეთ ნათელ ნიშანში გონების ნიშანში გადადის და პლუტონიც მერწყულშია უნდა გაარჩიოთ რა არის რეალობა. თუ მოინდომებ გაარჩევ, თუ არ დაიხჩობი, მაგაშია საქმე. თუ არ დაიხჩობი ინფორმაციულ ნაკადში, თუ მოინდომებ გაარჩევ, იმიტომ რომ გახსნილია ინფორმაცია. პრინციპში თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეგიძლია, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ანუ ნახე სისტემას გათვლილი აქვს. ადამიანი მიდის ყოველთვის მარტივი გზით. ნახე და გონია რომ ეს მარტივი გზაა რომ უფასო ყველი მარტო სათაგურშია რა სინამდვილეში ხო და გონია რომ ეს მარტივი გზა მიიყვანს სადმე სინამდვილეში ეს საკმაოდ რთულია რომ ამხელა ინფორმაციულ ნაკადში შენ იცურო და არ დაეჯახო რაღაცას კიდევ უნდა გავაკეთო აქცენტი ასტროლოგიის გავლენის გაზრდაზე აუცილებლად გაიზრდება და ეს პოზიტიური ვარიანტი იქნება და ძალიან კარგი ასტროლოგია ძალიან ეხმარება ინფორმაციულად თუ დაკავდებით ამ თემებით ეხლა ახალ გამოშვებულ ფილმებს ვუყურებ, ანუ ეს 2024 წლის, 2025 წლის და უკვე ფილმებში და სერიალებში ჩვეულებრივად ახსენებენ, რომ აი პლუტონი მერწყულშია, საბავშვო სერიალში, რეტროგრადული მერკური, ანუ გავლენა საკმაოდ იზრდება უკვე. არა, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ასტროლოგია არის ინსტრუმენტი გაცნობიერების, ნახეთ? ანუ რომც ჩვენ დაუშვათ კონდეს საფრთხე იმისი, რომ დავიკარგოთ ამ ყველაფერში, ასტროლოგია ბევრ რაღაცაზე გაგვინათებს, კი, ბევრ რაღაცაზე გაგვინათებს და პასუხებს გაგვცემს და არ მოგცემს საშუალებას, რომ დაიკარგო ამ ინფორმაციულ ველში. ნუ მე ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. აი ნეპტუნზეც მინდა გავაკეთო აქცენტი, ნუ ნეგატიურ ვარიანტში გვაძლევს, ანუ ვინ არის ლიდერი ვერ ვარჩევთ, რისთვის მოქმედებთ ვერ ვარჩევთ, მაგრამ პოზიტიურ ვარიანტში, ანუ აქ თევზების ნეპტუნიდან რო გავდივართ, ანუ მედიტაციური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ და ჩვენ შეგვიძლია პოზიტიურ ვარიანტში ვიბრძოლოთ მდგომარეობიდან, აი ჩუმი მდგომარეობიდან და ვიბრძოლოთ ჩვენი ოცნებებისთვის, გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი იდეალებისთვის. ის რაც უფრო აი ჩვენი ოცნება იყო, ესეც ნეპტუნის თემებია. ზოგად კონტექსტში ასეა, ეხა კონკრეტულად თითოეული ადამიანებისთვის სხვადასხვანაირად იქნება, მაგრამ ზოგად კონტექსტში ეგრეა, მაგრამ ძალიან ძნელია, ნახე. ანუ ნეპტუნის საზღვრის დაცვა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ნეპტუნის ყოველთვის აიდეალებს რაღაცას და გადაჭარბებაში მიყავს, ამიტომ რთულია რა ძალიან დაცვა. ერთადერთი ეხა აქ რაც მაგალითად მე მაინც გულს მიხარებს, მაინც ეს ტყუპებში, ხო, მაინც გონივრულია, გონება მაინც და იქნებიან ცალკეული ადამიანები იქნებიან, ვინც შეძლებენ რა გონივრულად მიდგომას ამ თემის და იმედია მთავრობებშიც იქნება ასეთი ადამიანები. ეს ნეპტუნის ტრანზიტზე თევზებში რამდენი ეზოთერიკოსი გაჩნდა, რამდენი ეს რაღაცა სრულ ეზოტერიკა. ეხლა ეს ნეპტუნი ვერძში რეალურად ძალიან ბევრს გამოავლენს უფრო მეტად. გააქტიურდებიან უფრო მეტად. ხო, ნუ მოკლედ
მოკლედ რა ქვია, რთული ცვლილებების წინაშე ვდგევართ. ყველაფერი იცვლება. სხვა გამოსავალი არა გვაქვს, უნდა მივიღოთ ეს ცვლილებები, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ ჩვენი განკერძოება უნდა დავიცვათ როგორმე რა. აი, პრინციპში და შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ ეს ცვლილებები და აი ძალიან დიდი ტრანსფორმაციები, რასაც ქვია, ეს ყველაფერი წამოვა უფრო თებერვლიდან. ხო, მაგაზე ვისაუბრებთ. მაგაზე შემდეგ გადაცემაში, რადგანაც სატურნიც როგორც იქნება. კარგი, დავასრულოთ ამით მეგობრებო, დაგემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე.